Well, let me make two very მომეცით გავაკეთო ორი ზოგადი სახის კომენტარი, ვინაიდან სასამართლო პროცესი ჯერ მიმდინარეობს და არ მინდა მის დეტალებზე ვილაპარაკო. ჩემი პირველი კომენტარი კონკრეტულად პროცესს ეხება და იმ მნიშვნელოვან რისკებს, რომელიც ამ განსაკუთრებულ საქმეშია. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი საფუძველი არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთელი პროცესების ობიექტურობა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკრინებს და ჩირქცხებს სასამართლო წარმომადგენლებს ან თავად ინსტიტუტს, აბსოლუტურად მიუღებელია. ასე ამერიკაშიც და ასე უნდა იყოს საქართველოშიც. ახლა მომეცით უშუალოდ სასამართლო საქმეზე ვილაპარაკო და ძალიან არ შემეფერება, მაგრამ მინდა გარკვევით თქვა, რას ვფიქრობ და ამერიკული კონტექსტით გადმოვცეთ. ჩვენთან რომ საარჩევნო წელი იყოს და რა თქმა უნდა ეს ასეცაა და წამყვანი ტელეარხი ჩართული იყოს სასამართლო საქმეში, რომელიც უცვლის მას მფლობელებსა და მენეჯმენტს, ეს იქნებოდა მიუღებელი. მთავრობის სამივე შტო, სამოქალაქო საზოგადოება და მედია შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებდა, რომ ასე არ მოხდეს საარჩევნო წელს. ერთი მარტივი მიზეზის გამო. არჩევნები ლეგიტიმური მხოლოდ მაშინაა, როდესაც მედიასთან ყველას აქვს ცდომა. ეს საქმე კი იმ ტელეარხისაა, რომელიც ოპოზიციის მთავარი ხმაა. ამერიკაში ასეთი არხის მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლა მიუღებელი იქნებოდა და ვიმედოვნებ, რომ მიუღებელი იქნება საქართველოში.